7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 22 დეკემბერი 2015 წელი. უცხო პლანეტელებთან თანამშრომლობა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო. ჩვენ მოვედით თქვენთან დღეს, რათა მოგიყვეთ იმაზე, თუ რა ხდება ახლა დედამიწის ნატიფ დონეზე და როგორ აისახება ეს ჩვენს ცხოვრებაზე, რადგანაც ჩვენ ვართ თქვენი ყველაზე ახლო მეზობლები. ძელი და ნათელი ძალების დაპირისპირება შევიდა ახლა თავის დასკვნით ფაზაში და ჩვენ უნდა გაგახაროთ იმით, რომ ნათელი ძალების გამარჯვება გარდაუვალია. თქვენს პლანეტაზე მომხდარი გვაგონებს იმ ოპერაციის დასკვნით სტადიას, რომელიც მოისაზრებს დედამიწის განთავისუფლებას ოდესღაც ლევამოსილი არმიის ნარჩენებისგან, რომელიც დარჩა მეთაურების გარეშე და რომლის მთავარი შტაბი სრულად განადგურებულია. სწორედ ამით აიხსნება უწესრიგო და უაზრო მოქმედებები, რომლებსაც ახლა ახორციელებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მეთაურობა და რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგება მათ საკუთარ ინტერესებს. დედამიწის ნატიფ დონეზე ეს გამოიხატება იმით, რომ სიძუნწის ძალაუფლების და აგრესიის დაბალი ვიბრაციული ენერგიები თანათავში დაითქმება ახალი ღვთაებრივი ენერგიებით, რომლითაც მაღალი ვიბრაციები აქვს. ისინი ანეიტრალებენ ნეგატიურ ენერგიებს და უახლოეს პერიოდში ეს პოვებს ასახვას ფიზიკურ დონეზეც. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს პროცესი ძლიერდება, რადგანაც დედამიწის მეომრული ენერგიები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ჩვენი პლანეტის ენერგეტიკულ გარსზე და ჩვენ მთელი ძალებით ვცდილობდით მათ შეკავებას ჩვენგან რაც შეიძლება შორს, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია დედამიწის საქმეებში აქტიური ჩარევა, რადგანაც თვლით ამას არაეთიკურად და არასწორად. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ რომ გვეკონტროლებინა ნეგატიური ენერგიების დოზა და იმ შემთხვევაში, თუ მისი დონე საფრთხეს შეუქმნა ჩვენს უსაფრთხოებას, გაგვენეიტრალებინა ის. რატომ გიყვებით ამის შესახებ ძირფასო დედამიწელებო? ჩვენ ძალიან გვსურს, რომ თქვენ გჯეროდეთ ჩვენი და იაზრებდეთ, რომ ჩვენი თქვენთან კონტაქტის მიზანი თანამშრომლობა და ურთიერთდახმარებაა. რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ იმაზე, თუ როგორ იცვლება დედამიწის ირგვლივ სივრცე და რას გამოიწვევს ეს თქვენთვის. მეორე მხრივ ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ გადალახოთ ეს ბოლო ბარიერები, რომლებიც გვხვდება თამაღლების გზაზე მცირე დაკარგებითა და ზედმეტი მორალური თუ ფიზიკური დაზიანების გარეშე. ანუ დაგეხმაროთ თავიდან აირიდოთ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები ან მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ მათი შედეგები. საქმე ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ადრევე გაგაფრთხილოთ ამის შესახებ, რადგანაც ვხედავთ, თუ ფიზიკურ დონეზე როგორ ჩამოდის ის, რაც მომწიფდა ნატიფ დონეზე. ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ, თუ თავად როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავს და გვერწმუნეთ, ამის გაკეთება უფრო იოლია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. არის ბევრი მაგალითი, როდესაც სინათლის მოხელეების ჯგუფმა ერთობრივი მედიტაციის გზით მინიმუმამდე დაიყვანა და ზოგჯერ სრულად გაანეიტრალა ქარიშხლების, ცუნამების, მიწისძვრების და მსგავსი სტიქიური კატასტროფები. როგორც წესი, ისინი ჩნდება ნეგატიური ენერგიების ძლიერი კონცენტრაციების ადგილებში, რომლებიც უნდა გამოვლინდეს რამენაირად. თქვენს ძალებშია ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო არ დაუშვათ ასეთი გამოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე ყველა ვერ იაზრებს ამ ფაქტს, რომ თქვენ თავად ვქნით ამას, რაც გაქვთ, თუმცა სინათლის მოხელეების არმია ყოველდღურად იზრდება და ჩვენ ძალიან ვიმედოვებთ, რომ თქვენ გახდებით ავანგარდები დედამიწის დაცვის საქმეში. ამით კი თქვენ დაგვეხმარებით ჩვენს, რომ ვიცხოვროთ მშვიდად და არ ვიღალოთ ჩვენი პლანეტის მომავალზე. სწორედ ასეთი სახის იქნება ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. ჩვენ ძალიან ვიმედოვებთ ამას ჩვენო ძვირფასებო. 7 პლანეტის უხუცის სასაფლო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.